თუ შენ გაიგნორებენ, ეს შეიძლება იყოს პირველი ნიშანი იმისა, რომ შენი ნამდვილი შინაგანი ძალა იღვიძებს. ეს ძალა არ არის ქედმაღლობა და დომინირების სურვილი. ეს ძალა არის წმინდა უნარი იყოს სრული, უტყუარი, უშიშარი. და რატომ ხდები საფრთხე? იმიტომ, რომ შენ არ მონაწილეობ სოციალურ თეატრში, არ თამაშობ მასკებით, არ ეძებ აღიარებას, არ ემორჩილები წესებს. შენი ავთენტურობა აჩვენებს სხვებს მათ სიცარიელეს. და ეს მტკივნეულია. ყოველი უარყოფა არის შენი გავლენის დამადასტურებელი. რადგან ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რომ გაიმარჯვო, არამედ იმაში, იცხოვრო ისე, რომ სხვებსაც აჩვენო, რომ ეს შესაძლებელია. და ეს ჩემო მეგობარო, არის ისეთი სიმართლე, რომლის გაძლება ძალიან ცოტას თუ შეუძლია. თუ არის რაღაც, რაც ნამდვილად აღიზიანებს თქვენს ირგვლივ ადამიანებს, ეს არ არის ის, რასაც ამბობთ, აკეთებთ, ან თუნდაც თქვენი ქცევის ტრადიციული ფორმები. ეს არის სარკის ეფექტი, დაუმუშავებელი ტრამვები, ჩაკეტილი პოტენციალი და ტყუილში ცხოვრება. უკეთესია შენ გავნო, ვიდრე ვაღიარო ჩემი სისუსტე. რატომ ვერ ხედავენ ამას? მათთვის უფრო ადვილია თქვენი დაგმობა, ვიდრე საკუთარი შიშების აღიარება. ცხოვრების ცარიელი წესების გადახედვა, ცნობიერების გაფართოება. ადამიანებს უფრო მეტად ეშინიათ საკუთარი სიმართლის, ვიდრე ცხოვრების ტყუილის. ნამდვილი სულიერი რევოლუცია არ იწყება მასებით. არამედ ერთი ადამიანის ავთენტურობით, რომელიც ბედავს იყოს სარკე. იუნგი გვაფრთხილებდა. რაც უფრო ბრწყინავს ადამიანი თავისი ავთენტურობით, მით უფრო ხდება ის არასასურველი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ საკუთარ სოციალურ მასკებშია მოქცეული. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა არის საკუთარი თავის პოვნა. და თუ გაბედავთ იყოთ ნამდვილი, მზად იყავით კრიტიკისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, სიბნელე ვერ აქრობს სინათლეს. არ მიიღო უარყოფა პირადად. უარყოფა არის ფასი სრულყოფილად არსებობისათვის. გახსოვდეთ, უკეთესია იყოთ ზედმეტი სხვებისთვის, ვიდრე ცარიელი საკუთარი თავისთვის. გახსოვდეთ, უკეთესია იყოთ ზედმეტი სხვებისთვის, ვიდრე ცარიელი საკუთარი თავისთვის. ხოლო ისინი, ვინც კვლავ ნიღბებში ცხოვრობენ, ხშირად გრძნობენ ღრმა მძაფრ სიძულვილს მათ მიმართ, ვინც გაბედა ამ სოციალური თეატრის დატოვება. დაიმახსოვრე, რაც უფრო მეტად ცდილობ აუხსნა სხვებს როგორი ხარ, დაასაბუთო, რომ შენი ზრახვები კეთილგანწყობილია, დაამტკიცო, რომ შენი გზა ჭეშმარიტია, მით უფრო მეტად იქნები იგნორირებული. და ეს იმიტომ, რომ შენ ხარ მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს სიცოცხლე ფსიქოლოგიური ციხის გარეთ. ეს კი აუტანელი და მიუღებელია მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ჭირდება ილუზიის შესანარჩუნებლად. იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნოს. იუნგი ამბობდა, საზოგადოების განთავისუფლების ერთადერთი გზა ინდივიდის განთავისუფლება. ნამდვილი თვითრეალიზაციის ფასია გახდე ისეთი, ვინც ცხოვრობს კომპრომიზმის სიბნელის გარეშე.
და დასასრულს გადამწყვეტი კითხვა. იგნორის შიშის დაემორჩილები თუ უარყოფას ისე დაინახავ, როგორც მტკიცებულებას, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარ გზაზედ გახარ. იგნორის შიშს დაემორჩილები თუ უარყოფას ისე დაინახავ, როგორც მტკიცებულებას, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარ გზაზედ გახარ.